გამარჯობა გიგა. ჩვენ ერთობლივად კიდე რაღაცებსაც ვაპირებთ და მე უნდა მოგვიანებით მაგაზეც ვისაუბრებთ ცხადია, თუმცა დღეს ჩვენ ვისაუბრის ძირითადი თემა ეს არის ახლო აღმოსავლეთი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტიც აღარ არის უკვე, ანუ ფაზა არის საკმაოდ სერიოზული. სარაკეტო იერიშები, საავიაციო დარტყმები, რა სურათი გვაქვს დღეს გიგა, ამაზე ვისაუბროთ და ჩვენს მაყურებელს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რეალურად ირანს რა ძალები გააჩნია საერთოდ და საომავლო სცენარზე შეგვიძლია რამდენიმე სიტყვა. რასაც ახლა ყველა ვხედავთ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან მიმდინარეობს საკმაოდ ისეთი მასშტაბური და კომპლექსური ოპერაცია, რომელიც როგორც თვითონ მზადდება, რამდენიმე თვე იგებდა, ახლა თვეზე იყო საუბარი. ოპერაცია მოიცავს, რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით სახმელეთო კომპონენტსაც, მაგრამ ის სახმელეთო კომპონენტი შემოფარგლული არის მხარდამჭერი ოპერაციების სახით. თვითონ ირანის ტერიტორიაზე მანამდე ოპერაციის დასრულებამდე შესული დამოუკიდებელი აგენტურული ქსელი, მოსადის სპეციალისტები, სხვათაშორის შეინიშნება სამხედრო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიც არიან, რომლებიც გარკვეულ სამიზნეებზე თანხმდამოწმებებით და FPV დრონებითაც ინადგებიან, ხო? და ოპერაციის ძირითადი ნაწილი საჰაერო კომპონენტი, რომელზეც პრაქტიკულად ეხება ხუთი ოპერაცია, ისრაელის საჰაერო ძალების მრავალფუნქციური გამანადგურებელი ობდამჩენები პირველ ეტაპზე უთხოვდნენ და ბომბავდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებს, რაც არასაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და პირველ ეტაპზე უნდა განადგურებული იყოს ეთქვა სანამ ასე თუ ისე მოახერხებდა ისრაელის ირანის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აზრზე მოსვლას, მაგრამ როგორც ჩანს ეს მოხერხდა და მთელი რიგი კორიდორები და გარეზონები არის გაკეთებული აქვს პრობლემות დამტნობს ისრაელის ავიაცია და თეირანში და თეირანის გარშემო მოთხოვს ობიექტებს და გუშინ ნახეთ რომ ირანის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო ობიექტების დაბომბვა და პარალელურ რეჟიმში ამ ბირთვულ ობიექტებთან ერთად მოსალოდნელი იყო რა თქმა უნდა ირანის მხრიდან ძლიერი სარაკეტო დარტყმა და სანამ რაღაცა მასიური სარაკეტო გაშვებით დაიწყებოდა ისრაელის ავიაციამ და ადგილზე მყოფი სახმელეთო კომპონენტის საკითხავ ეს ზალაზური დივერსიული ჯგუფებმა, სიზმრისეული და ზომიერი ჯგუფებმა სხვადასხვა საშუალებებით გაანადგურეს თუ პოზიციებზე გასული სარაკეტო გამშვები. დღეს სხვადასხვა დაიდო ძალიან საინტერესო ფოტოები ირანის ტერიტორიაზე, აი ამ ბალისტიკური რაკეტების გამშვები მანქანებიდან რამდენიმე კილომეტრის არეალში მიტანილი იყო გადაკეთებული სპეციალური კონფიგურაციების შექმნები სპაიკის ტიპის თანხმდამოწმებო სისტემის, რომელიც არასტანდარტული კონფიგურაციები იყო და იმართებოდა ძალიან შორ მანძილებიდან, როგორც ეხება სატელიტური მართვის სისტემით, ლაივ რეჟიმში, თუ ისრაელის ტერიტორიიდან მართავდნენ ოპერატორებიო, ეხლა ბალუსი რამდენად ზუსტი არის შეიძლება ოპერატორები თუ ირანის ტერიტორიაზე იყვნენ, თუ დაფიქსირდა რომ სპაიკის პირდაპირ სტანდარტულ კონფიგურაციაში უშვებდნენ სამფეხადან იყენებდნენ FPV დრონებსაც და მოდა ესეთი საშუალებებით გაანადგურეს ნაწილზე თუ ავიაცია გადიოდა ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სარაკეტო გამშვებებზე. ამ უკრაინულ ლაბორატორიასაც შეადარეს დრონების ამბავში, იმიტომ რომ დაფიქსირდა სპეციალური კონფიგურაციები კონტეინერების მანქანებზე და რაღაც სამარშრუტო მიკროავტობუსებზე მაგის სამაგებული, საიდანაც FPV დრონები ამოდიოდა კამიკაძე კონფიგურაციები და სხვა ბიზნესს ანადგურებდა, აი ოპერაცია რაღაცა რამდენიმე საათის დაწყებული იყო, გაუცემდა ვიდეოები, როგორ ანადგურებდა FPV დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის კუბისა და ბუკის ირანულ კლონებს, რომლებსაც ებრაული ისრაელის საჰაერო ძალების ავიაცია მოჭამებარა, ხო? იდეაში ეს არის ძალიან კომპლექსური ოპერაცია, სადაც ჩანსო ცენტრალიზებული მართვა იყო თავისთავად ხსოვნეთაც არც გამოვიდოდა და იყენებენ ძალიან მრავალფეროვან საბრძოლო მასალებს. ძირითადად ეხლა სხვათაშორის ეხლა სხვა პრეზენტაცია და მანუალებში მოხდებს რასაქმეთა პრაქტიკაში იყენებენ მიახლოებით იქნება რამდენიმე საბრძოლო მასალებსაც ძირითადად იყენებენ კონკრეტ საწინააღმდეგო ბომბებს GPU-24 Airways-ამი და GPU-28 Airbus-ები, ეს არის საწინააღმდეგო ბომბები, რომელიც ჩამოყრად შეუძლია ეთექსტებს და GPU-28 შემთხვევაში ეთექსტებს შეუძლიათ. ამ განმაგნებული
ნაგები ბეტონის ნაგები მიწისქვეშ არსებული ბეტონის ნაგებობის რამდენად წვდებიან კიკა მეც მაინტერესებს იმიტომ ეს ვირტუალური ობიექტები რამდენიმეა და ირანელებმაც ისწავლის ასე თქვა ჭკუა და საკმაოდ სიღრმეში აქვს ეს ბუნკერები გაკეთებული აქვს ისრაელს იმის შესაძლებლობა რომ აი მიწვდეს ესეთ სიღრმეს როგორ არის იცით ხო ეს არის მიწისქვეშ სამხედრო ბაზებიც ვირტუალური რეაქტორების გარდა მიწისქვეშ ირანს აქვს რაკეტების შეგახავი საცხოვრების რაკეტების გამშვებების სადგომებიც ნაწილს წვდებიან ამ ბომბებით დიდ ნაწილს მაგრამ არის გარკვეული ობიექტები რომელიც იმდენად ასე ვთქვათ დიდ სიღრმეში არის განლაგებული რომ ამის მიწვდენას სხვა ტიპის შეარაღება ჭირდება და სხვა ტიპის საფრენი აპარატები იმიტომ რომ სტრატეგიული ობიექტია ჭირდება ეს არის სიტყვაზე ამერიკული მოგის ტიპის ზემზიმე 13.5 ტონიანი ბუნკერსაც ნამდვილ ბეტონგალტანი ბომბები, რომელიც დაახლოებით 60 მეტრის სიღრმეზე ჩადის და ანადგურებს მიწისქვეშ ობიექტებს, თუმცა აქ უნდა ვთქვა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების ნაწილი, მათ შორის ნათანზის ბირთვული ობიექტის გარკვეული ნაწილი და ფორდოუს წუხელასაც დაარტყეს და დაიბომბა ხო, ფორდოვის ბირთვული რეაქტორის ნაწილი, ინფრასტრუქტურა რამდენიმე ასე ვთქვათ, ხო, კილომეტრზე გაშლილი ნაწილი არის ისეთი სიღრმეზე, სიტყვაზე ეს ბომბით შეიძლება მივიწვდეს, მაგრამ სადღაც 80-90 მეტრზე აქვს სამბარი, ის ფენების ქვეშ და პლუს არმირებულია ხო, კინაბეტონი ბოლომდე შეიძლება ჩამოიოს, მაგრამ სერიოზულად დააზიანებს თუნდაც ნაგებობის დიდ პროცენტს დიდ ნაწილს ხო ბოლომდე შეიძლება ჩახუტოს რაღაც ადგილებზე, მაგრამ იმდენად დააზიანებს, რომ მოსადეგარი გახდება. სხვათაშორის ეხლა გვაქვს ხო ჩვენ გაკეთებული სლაიდები და ჩავასვეთქო. აქ არის მოცემული ძირითადი ობიექტები სადაც კვლევითი რეაქტორები ეს მწვანე ფერებში რაც არის, გონაბი, რამსარი, თეირანთან ასევე აი ეს პარჩინი რაც არის იასამნისფრად ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი არის ირანის ბირთვულ პროგრამაში ურანის საბადოები ეს ციკლასაც არის 3 და თვითონ ბირთვული რეაქტორები ეს ბუშერის ბირთვული რეაქტორი ყველა მიწის მატერიალურები აბაზების სამყარო ირანის სამხრეთ-დასავლეთით ესეთის პასტურისთან ეს ყოველთვის ძირითადად იმას ითვლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ისპაჰანის ნათანზის და ეს ფორდოუაზელი ეს ფორდოუს მიწისქვეშა რეაქტორები შეიძლება იყოს უფრო დიდი და დიდად უთვალისწინებენ ირანის ბირთვულ პროგრამაში და ის როგორც ვიზახდია ეს ფორდოუს მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე მოხდა დარტყმა ესაზღვრება ბომბებით სამეცნიერო და უკვე საერთაშორისო საფრთხე სურათები ეს მაქსარი და სხვა კომერციული სააგენტოები მოხდა რომ რაღაც დონეზე არის დაზიანებული, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც მიწისქვეშა და ზემძიმე ბუნკერსაც ნამდვილად ბომბები ჭირდება, ბომბები, როგორც ვთქვი, რომლის გამოყენებას მხოლოდ ამერიკულ ავიაციას შეუძლია. თეორიაში ისრაელს შეუძლია ამ ბომბის ჩამოგდება 130 ჰერკულესით, მაგრამ ეს არ ასაშკარო ჩამოგდება არის და არ იქნება ამ ბომბის შესაძლებლობის უფასოვანი ტექნიკის რაღაცები ჭირდება კიდე მაღალი სიმრავლიდან ჩამოგდების შემთხვევაში განტანაობები უფრო მაღალია და ასე შემდეგ თვითონ ბომბი აქვს კონდეს GPU მოსაშუალებით ისრაელს ახალგაზრდებს ჰერკულესით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს არ ასაშკარო ჩამოგდება და დიდ შედეგს ვერ მოიტანს. ხელას ასაც სიტყვაზე ბიომოზეთრობიდან ან ასაც ბიოდან ჩამოგდების შემთხვევაში ну что ხედავთ რომ ამერიკის საავიაციო კომანდები არის შუაზღვაში და ავიაციები და ну ნახოთ ყოველ შემთხვევაში შეერთებულები და მის ხელმძღვანელობა აცხადებს რომ ისინი არ ჩაერევიან. დიეგო გარსიაზე როგორც უკიანაში არის დიდი ავიაბაზა სტრატეგიული ავიაციის სადაც ბიოლები არის განლაგებული ბიომოზეთრობები და ბიეთები არის ასევე და აი აქ არსებულ ბიოლებს შეუძლია და ალბათ რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ მალე ჩაერთვა ამერიკული ავიაციაც, იმიტომ რომ 24 ერთეული ტანკერი, რომელსაც ჰაერში საფრთხე გასამართი ბოლოს ყველაზე არსებული ტანკერების აღმოსვლა დაფიქსირდა რეგიონისკენ და სავარაუდოდ შტატების სახელმწიფოები დიდ
ოპერაციას აპირებს ირანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ დაწყებული არის გაშვებული პროცესი და ჯობია რომ ბოლომდები იყვანონ, ვიდრე ეს რეჟიმი გადარჩეს და მე რაღაც კიდე შემდეგისთვის გადაიდოს ეს ყველაფერი. დიდი ხანია გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი. პოლიტიკური მიზნები რა აქვს ირანს ეს გასაგებია, ირანის რევოლუციის შემდეგ მუდმივად საუბრობს ისრაელის გაქრობაზე და ამზადებს ასე ვთქვათ ყველანაირი ხერხით ბირთვულ იარაღს, რაშიც ეხმარება არაერთი ქვეყანა, ასე ვთქვათ, მისი მოკავშირე. მოდი გვიანბე რა სამხედრო რესურსი გააჩნია ირანს და რა სამხედრო რესურსია ისრაელს რეალურად, რომელიც ცდილობს რომ არ დაუშვას ირანის ასე ვთქვათ ბირთვული პროგრამა. მოკლედ ეს თემა ურთულესი თემაა და ძალიან დეტალებში უწავლით ავეყოფა პოდკასტის გადაცემის. ამიტომ ცოტა ისეთი ზოგადი სტრატეგიული მნიშვნელობა რასაც აქვს ინდონეზიაში. ძირითადი პუნქტები ამოვიღოთ და ავტომატური სისტემების, ტანკების მოდელების და ავტომატების მოდელების ხო? ესე იგი, ისრაელი და ირანი ესე 752,000 ისრაელის შემთხვევაში აქტიური პერსონალი და რეზერვი პლუს ამისი გამოყენება შეუძლია სიტუაციაზე. საკუთრივ სახმელეთო კომპონენტი ამ მასშტაბური სახმელეთო კომპონენტი თუ მოიცვა ხო? ომმა ირანის შემთხვევაში 1,94,000 არის რეზერვის და აქტიური კომპონენტით, მაგრამ როგორღაც იცი, ერთი არამედ ცოცხალი ძალა ყავს და ტექნიკის რაოდენობა იგივე რაკეტები ყავს გამსვლაში შენახული და მეორე არის დიდი ომის შემთხვევაში, როდესაც ასეთი მაღალ ტექნოლოგიური სამხედრო ძალები ისრაელისა და IDF-ი პირისპირდება, ამ შენი მარაგებიდან და რესურსებიდან რის გამოყენებას მოასწრებ და როგორ მოახერხებ რა. ესე იგი, ისრაელი თავის რესურსებს მაქსიმალურად იყენებს, ირანი, როგორც ხედავთ, უკვე არის ირანის შეიარაღებული ძალები მეტაბზო, რომ მეოთხე დღეა ხო უკვე და სარაკეტო გაშვებები ხდება, უხელს რამდენიმე ეტაპად მოხდა, მაგრამ 50-80-100 რაკეტის შემოიფარგლებოდა და დაფაზებად ეს არის მცირე რაოდენობა იმ საშუალებით, რაც იყო მოსალოდნელი. სხვადასხვა ინფორმაციით ირანის არსენალში 2000-ზე ცოტა მეტი რაკეტა ყოფილი იყო, ისეთი რაკეტები, რომელსაც 2000 კილომეტრ, 1500-2000 კილომეტრამდე ფერის მანძილი აქვს და აქვს ქობილი, სადღაც 1 ტონიდან ტონა ნახევარამდე რა 1000-1500 კილოგრამამდე და აქვს ასევე 1000-ობით სხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის რეაქტიული артиლერიის, მცირე რეაქტიული артиლერიის რაკეტები, გარდამავალი სახეობები რაკეტების ბალისტიკურსა და რეაქტიული артиლერიის რაკეტას შორის, რომელთაც საბჭოთა რეგულას რაკეტის კლონები, რომლებიც დიდად საფრთხეში მისაღები არიან და იქ თქვა ერახთან მოხდეს ირანს, რომ მე გამოადგებოდა, მაგრამ ისრაელის წინააღმდეგ აქ არის საშუალო მანძილზე ფრენი რაკეტები მნიშვნელოვანი რაოდენობაში. რაკეტებზე შეთანხმების ახლა შემდეგი სლაიდიც იქნება. აუცილებლად სარაკეტო გაცვლები სანქციები და ავიაცია ჩართული რაკეტები. თავდაცვის ბიუჯეტი 13.5 მილიარდი, ისრაელის 9.2 მილიარდი. ირანის ტანკები 3500 ერთ-ერთეული ისრაელის შემთხვევაში სხვადასხვა კონფიგურაციის ტანკები არის დაწყებული თანამედროვე MK-4-ებიდან საბჭოთა ტეორიზმის კი ხოთ ამერიკული 60-ის ხალხთან სხვადასხვა კონფიგურაცია. აქ ერთი მონაცემები კიდე შემოვიტან, მაგრამ GDP per capita რასაც იკვლიან, მაგალითად 1990 წელს ისრაელს ჰქონდა $13,120, ირანს 10,660, 1990 წელზე არის საუბარი. ახლა 2025 წელია და ისრაელის per capita არის 57,760, ირანის კი 3,897 მხოლოდ. ანუ ეს ძალიან დიდი სხვაობა. ხო, მეგონი ირანელები უკვე შეინიშნება მოძრაობები, საინტერესო მოძრაობები ეს შაჰის შვილი რეზა ფეხლევიც საინტერესო განცხადებას აკეთებდა და აიათოლა სურათებს წვავენ. თეირანის ქუჩებში ნახავდი რა, სული ხავსია თეირანის ქუჩები ხალხის გარგვის და მეგონი ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული მოძრაობები იქნება და რაღაცა დასავლეთ ისრაელს და შტატებს სიტყვაზე რაღაცა განსაკუთრებით დიდი მასშტაბის ოპერაციების წარმოება შეიძლება არ დაჭირდეთ იქამდე მოვარდეს ესე იგი ტანკები 3501 ისრაელის შემთხვევაში 1613
ირანის შემთხვევაში, როგორც არის ოპერატიული ზონაზე კონფლიქტი. ის არის დიდი რაოდენობა აქვს, საქართველოს გამომდინარე რატომაც, მაგრამ ავსოს რაოდენობა 64 ერთეული საზღვაო ხომალდი, 271 ერთეული ირანის შემთხვევაში, მაგრამ ეს 271 ერთეული ძირითადად ნაწილი შეიძლება ფუტალო ტექნოლოგიურ ხომალდებია, ვიდრე ისრაელის 64-ცა, ხო? აქ ბალისტიკური რაკეტები არის, ესეთი საშუალო ნაწილის მქონე ბალისტიკური რაკეტები, ისეთები, რითაც ერთმანეთს შეუძლიათ მიწვდნენ. იერიხო 3 არის, იერიქო იდან არის დაზიანება, იერიქო 3 არის. ისრაელის საფრთხის რაკეტები, იერიქონების ნაწილი ბირთვული მოხდებით აქვს ისრაელის აღჭურვილი და ვაკეთ ირანის შემთხვევაში ეს საჯირო წერია რაკეტა, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი ის არის, ამ ნაწილს ჩვენ დეტალურად განვიხილოთ, მეტი რაოდენობის და სხვა რაკეტები მოგიდეს იმისთვის. ეს საფრენი აპარატები თვითონ სამხედრო დაშულები, საფრენი აპარატები ოპერატიულ ძალაუფლებზე ყოფილად 460 ერთეული ისრაელის შემთხვევაში ფინალობის დაუერთებებით. ასე F-16-ები, F-15-ები. ნუ F-35-ები ყავს უკვე ისრაელისგან, ისრაელია. ავიაცია არმიაზე გამოში, ირანის შემთხვევაში 326. აი მინდა ხა ირანის ავიაციო პარკზეც კითხო, ხო? ანუ მეგონი შანშან რუსეთმა გადაცა კიდე რამდენიმე სულ 35, მაგრამ აი დიდად არ შენიშნება 35-ების მუშაობა აპირებდა სიგას ვერ მაგრამ როგორ დიდად ვერ გამოვასწრებენ რაღაცა ესკადრილების ჩამოყალიბებას. ესეთი ყავს ძირითადი საყრდენიაც არის რა, დავუწყოთ ყველაზე ძირითადი ამერიკული F-4-ები არის, ფაქტობრივად რომელიც შაჰის პერიოდში მიღებული F-5 ტაიგერები ყავს გარკვეული რაოდენობა, სხვათა შორის თავრისში აეროდრომი დაიღუპა უკან ისრაელის აღძრების მიერ აქედან მეორე ავიაციო ბაზა და აეროპორტი არის აეროპორტს, რომელიც სწორედ ამ ტაიგერებიდან დაკომპლექტებული F-5-ებით ეწვევით ყავთ F-14 ტონკეტები, რომელიც რეალური რეალური ძალა არის საჰაერო ძალებში, ესეც ამერიკული შაჰის პერიოდში მიღებული, საბჭოთა მიგ-29-ები ყავთ გარკვეული რაოდენობა, ესეც მნიშვნელოვანი ფინავი არის, მაგრამ საჰაერო ძალებში უცბო კატეგორიის გამონადგურებელი. ყავთ ასევე კობრას ტიპის სამხედრო ერთობები, დამტვერი ერთობები, სუბუქი დამტვერი ერთობები, ძველი კონფიგურაციები, ის კონფიგურაციებია დაახლოებით როგორც აი ვიეტნამში და ვიეტნამში ცოტა მერე გამოვიყენებოდა რა, თანამედროვე კონფიგურაცია გააქვთ შაჰის დროს მიღებული, რამდენიმე ერთეულის 25 წელს ირანს 10 ერთეულის პარტიებში იყოს, პერიოდსაც აი 7 ერთეულზე იყო, 7 ერთეულზე, სადღაც მაქსიმუმ 10 წელი, 25 ეს არის რეალურად ირანის საჰაერო ძალები, რომელიც ვიეტნამში შეუძლიათ რამდენიმე, მაგრამ ეხლა ისრაელის მმართველობით საჰაერო ოპერაციებს საკუთარ ჩამოყალიბებს, უფრო მაღალ ტექნოლოგიების კუთხით ისრაელის ავიაცია საერთოდ სხვა დონეზე დგას რა. სხვა დონეზე დგას და ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები ბევრად გამოცდილია მუდმივ ესე იგი გზადყოფნაში, რასთანაც ახლოსაც ვერ საჰაერო თავდაცვის სისტემები ეხლა დიდად ზუსტი ინფორმაცია არ წერიან და აკრავის საკითხვა და ამაზე ცოტა ნუ ჩვენ ხედავთ ამ Iron Dome-ს, რომელიც მუშაობს ისრაელის შემთხვევაში, გასაგებია რომ რაღაც რაკეტები წვრება, იმიტომ რომ უამრავი მიდის, თუმცა ამ სპერულსაც ორივე ქვეყანას სრულფასოვანი ასე ვთქვათ, მრავალშრიანი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აქვს, მაგრამ მის გამო ისრაელის ტერიტორია ზოგადად პატარა არის, ეშელონირება აქვს სრულფასოვანი ეშელონირება სიტყვაზე აი კლასიკური ეშელონირება, რასაც ირანის შემთხვევაში უფრო მიღწევადი არის და გაკეთებული იყო, მაგრამ გასული შარშან მაგალითად და გასულ თვეების განმავლობაში სხვა ოპერაციულ ფარგლებში დიდი რაოდენობით ირანს გაუნადგურეს შორმანძილზე მოქმედი საზეიმო სარაკეტო კომპლექსები, მათ შორის S-300-ები, ირანული კლონები, საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემების გაუნადგურეს და ძალიან ბევრი მიმართულებიდან, სირია არის მიმართულებიდან მოშიშვლებული იყო ირანის საჰაერო თავდაცვა და ძირითადად არჩენილი იყო ახლო მანძილზე მოქმედი სისტემები და ტერიტორია დიდია და ისრაელის ავიაციას უმარტივდებოდა თუმცა ოპერაციის ფარგლებში შეფერდა რა. Plus მაგას ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ძალიან ბევრი იყო და ძალიან ბევრი საზეიმო არტილერია განსაკუთრებით ამას მოძებნაზე აქცენტდნენ, გადასატანე საზეიმო სარაკეტო კომპლექსები, მაგრამ რეალური ძალა, რომელიც ახლო და შორ მანძილზე მოქმედი სისტემები არის, რაღაც სიმაღლეზე
სამუშაოდ, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს პრაქტიკულად ყველაფერი ფრინველები, რომელიც საკუთში ფრინველება მიფრინავს და რაღაც ოპერაციებს ატარებს, აღჭურვილი არის საბორტე რადიოელექტრონული ბრძოლის მოდელის, რომელიც დიდწილად ბრძოლობს მასო ვერ ჩამოვდო და აესაცნაული თავდაცვის სისტემა. ეს დერეფნები ძალიან კარგად აქვს შესწავლილი, ის იციან ზუსტად შესვლა, იციან გამოსვლა, ხდება მუდმივად მუშაობს. რეკოდების აღება მაგათაც ესე ხუთების ვიდეო დაიწყო ხდებოდა მომზადება გასაფრენად ხო სამზოლო დავალებაზე და ბომბები იყო ჩამოკიდებული ჰაერგრასის რაკეტები და რეკოდები. ეს რეკოდები მუშაობენ იმისთვის რომ სიტყვაზე საზეიმო სარაკეტო კომპლექსები უყურებთ სიტყვაზე რომელი რადიომართვადი საზეიმო სარაკეტო კომპლექსი ვერ მოხდეს თვითონაც ასე ვთქვათ რადიოამერიკის ზედაპირის ზუსტი ასე ვთქვათ იდენტიფიკაცია თვითონაც მოდელის ზუსტად თვითონაც ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა სამ სივრცეში სამგანზომილებიანი სამი დეირადარები რასაც ვქვია ხო მაგალითად და შემდგომში სიტყვაზე მაინც დაფიქსირების შემთხვევაში ვერ მოხდეს თვითმფრინავის ჩაჭერა ან ამ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე ვერ მოხდეს სიტყვაზე რადიოლოკაციური აქტიური ან ნახევრადაქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სიტყვაზე საზეიმო რაკეტის გამიზნვა რა ან სიტყვაზე გამიზნვა თუ მოახერხეს შემდეგში ნახევრადაქტიურ შემთხვევაში რაკეტა ვერ გამოახერხოს თვითმფრინავზე გასვლა ძალიან მიმოსიარია და რადიომართვადების შემთხვევაში აქაც ეს რეკოდები უზრუნველყოფს ის რადიომარხები საზეიმო რაკეტები იმართება მაგალითად 100 სამჭურვი ეს რადიომარხი გადაფარული იქნას ერთი არხიანი იქნება თუ ორარხიანი და რაკეტის მართვა დაიგვაროს სიტყვაზე გაშვების შემდეგ რა ძირითადად რადიომართვებით მუშაობენ პრინციპი ეგეთია მაგრამ ძალიან დიდი სფეროა და დადებებში აი ბალისტიკურზეც გადავიდეთ ესე იგი ირანის ბალისტიკური და ფთოსანი რაკეტების შესაძლებლობები, ხო? ეხლა აქ როგორც ხედავთ, აი მანძილებიც არის მითითებული. შედარებით, აი აღმოსავლეთ ევროპის საკმაოდ დიდ ნაწილსაც ფარავს, რა, აი უკრაინას მაგალითად მთლიანად ფარავს, ჩვენ პროტოკოლზე საუბარი არ არის. ეს ემირატების აღმოსავლეთი ინდოეთის პრაქტიკულად ტერიტორიის სრულ ფარავს, ესე იგი ისრაელის რაკეტულ ძალებში ირანის რაკეტულ ძალებში ძირითადად საქმეები მაინც არის ბალისტიკური რაკეტები და გამყოლობებზე ფთოსანი რაკეტებიც. ბალისტიკური რაკეტების კუთხით ტექნოლოგია ახლა საიდანაც ისწავლა ირანის ბალისტიკური რაკეტების კეთება. თავდაპირველად იყო საბჭოთა სისტემები. პირველ ეტაპზე ლუნას ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, ეს ლუნა არ არის ფთოსანი ბალისტიკური რაკეტები, ლუნა და ლუნაები, შემდგომში ათხოვდა სკადები, ახლა აღმოსავლეთში სკადები სადაფუსებს უყურებენ განსაკუთრებით მისი კლონებსაც ამზადებდნენ ერაყში. ჩრდილოკორეული სარაკეტო ტექნოლოგიებიც, ჩინური სარაკეტო ტექნოლოგიებიც ამაზონში და ირანული განსაკუთრებით სკადებზე არის დაშენებული, ანუ თხევადსაწვევიანი რაკეტების მიმართულება. ამ სკადების რაკეტების და სკადების კლონებისა და მათი ჩაშქალოვანი რაკეტები და უწახო ბაზაზე არსებული სხვა რაკეტების განვითარების კუთხით ირანი 10 წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ჩრდილოკორეასთან და სარაკეტო ტექნოლოგიების მისვლაც ხდებოდა დაშლილი რაკეტების გაგზავნა, რაკეტების მაკომპლექტებლების გაგზავნა. ანუ ბოლო 10 წლების განმავლობაში ძალიან აიმარლეს ასე ვთქვათ საბრძოლო მომარაგებელს. თავდაპირველად სიტყვაზე რაკეტების ძრავები იყო დიდი გამოწვევა ირანის ბოლო წლებში უკვე დამიზნების სისტემები და რაკეტების თავდაცვის ელექტრონული თავდაცვის მექანიზმების ასე ვთქვათ შემუშავება წარმოება და ნელგვაზე გადავიდნენ რა, თორემ სარაკეტო ძრავის ტექნოლოგია ძალიან წინ არის და სულ შეიძლება რაღაცა 12000 კილომეტრზე მფრენი რაკეტები არ აქვს ამ ეტაპზე ირანს, მაგრამ ჩრდილოკორეას აქვს რა, ასე ტოპოლების ანალოგი რაკეტის უკვე მსგავსი დიდი ზომის საკომუნიკაციო რაკეტა, ძირითადად შაჰაბის ოჯახის რაკეტები და ტექნოლოგიებს რომელი ქვეყნის ილენებს თუ თავისია და ნაწილი მაგას ნაწილი თავისი არის და ჩრდილოკორეასთან და ჩინეთთან თავისი და რუსეთთან თანამშრომლობდა რაკეტების მიმართულებით. რუსეთს ახლა თვითონ უჭერდა თუმცა ჩრდილოკორეა ბევრად უფრო გაშლილი იყო სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით ირანთან ვიდრე რუსეთი ამის თქმა პირდაპირ შემიძლია. რუსეთს შეიძლება რაღაცა სარაკეტოები მიეწოდებინა იმ რაღაც განმარტოებები საზეიმო სარაკეტო კომპლექსები ტორები მაგალითად სრული მოტორების მოწოდება მოხდა რუსეთიდან, მაგრამ აი
ხეზე ასulis სწავლების ალგოში დიდად ხელში რუსები აკეთებდნენ მოსილობდნენ რომ გრძელვადიანად განსაკუთრებული პროგრამაში დამოკიდებული იყვნენ მაგრამ ირანის სამხედრო კომპლექსი სამეცნიერო ბაზარი უზრუნველყოფს ამის რომ უკვე დამზადებული გამოყენება სამხედრო ძალების მიერ სხვა თემაა მაგრამ რას აკეთებდნენ და რაზე მუშაობენ ეს სხვა თემაა პრაქტიკულად ყველაფრის კლონები აქვს გაკეთებული მათ შორის ისეთი მაღალ ტექნოლოგიური სისტემებისაც რაზეც აი საქართველოში პროს წარმოადგენს კი არ აქვს ასეთობაზეც კი ესე იგი თანხმდებოდი რაკეტების მიმართულებით ისრაელის სპაიკის კლონებიცაც გაკეთებული ამერიკული ჯაველინის კლონებიცაც რომელიც სირიაში ჩაიდეს ხელში ესე იგი სიტყვებსაც აწარმოებენ ცეცხლმართვის სისტემასაც აწარმოებენ მაგალითად აწარმოებენ საბრძოლო მასალებს და ეგეთ რაღაცებს საუბრობს აღარ მაქვს გრადის რაკეტებს და ეს რაღაცებს აწარმოებენ ტანკის ცეცხლმართვის სისტემებს არტილერიის ცეცხლმართვის სისტემებს ზუსტი დამიზნების ჭუებს არტილერიის როგორც ლაზერული დამიზნების ასევე GPS დამიზნების დრონებზე გამოყენებაში ხედავდა რაოდენობის დრონებია დრონები აი უკრაინის ომში გამოჩნდა რუსეთსაც პირადად ჩამოყოდა პირველი ეტაპის სარამო გერმანიის წარმოებას ასე ვთქვათ აწყვდა შაჰიდის დრონები ძალიან მრავალფეროვანი არის ირანული დრონების ოჯახი ნაწილი ისრაელის წარმოების დრონებიდან აქვს დამოკიდებული მაგალითად ეს შაჰიდ 116 არის დამოკიდებული ჰალოკის ტიპის ჰაკერთა კონცეპტუალურადაც და ტექნიკურადაც რაღაცნაირად ჰალოკის ტიპის დრონის კლონი არის მინიმუმ კონცეპტუალური კლონი არის და მაქსიმუმ ტექნოლოგიური კუთხით რაღაც დაყოლი აგრეგატები და კომპონენტები დამოკიდებული არის ჩაიდის თავისუფალ ხელში ჩამოყალიბებული და ეს ჰალოკებს აი აზერბაიჯანის და 2020 წელს გემასობას უკეთ საჰარდანის ძინავდე ჰეროუდ ხასის ოჯახიანი კიდე ისრაელის სამების ესეთი დრონები მისი კლონებიც აქვს იარს გაკეთებულია აქვს საკუთარი ნიმუშებიც და მოკლედ აი პრაქტიკულად ყველაფერს კონტროლირებას ახდენენ რაც იდეაში გამართლებული და მოკლე გზა არის ინჟინერიის გზა გამართლებული და მოკლე გზა არის როცა შეგინდა გაქვს რაღაცა მაღალ ტექნოლოგიურ შეარაღების სისტემა ხელში ჩაგივლდა და კიდევ რომ მსგავსი გააკეთო და კლონირება ყველაზე კარგი ვარიანტია და კლონირების შემდეგ შენი კონფიგურაციის გამოშვება რა ესე იგი განსაკუთრებულ რაკეტებს ეს აზერბაიჯანის რაკეტების უკეთესი ეს სამოსი რაკეტების კლონებს აწარმოებენ კუბის და ბუკის რაკეტების 98 მაგალითად ბუკის რაკეტა რომელიც საბჭოთა რაკეტა არის მაგრამ დღესდღეობითაც იმდენად მაღალ ტექნოლოგიურ რაკეტას ითვლება რომ 93% საკუთრებისაგან არ შეუძლია ამის კლონებსაც აკეთებენ. ესე იგი რაკეტებზე გადავიდეთ. ანუ ხო, რაკეტები და დრონები არის მისი ძალიან ძლიერი მხარე, ასე ვთქვათ. ესე იგი, ათვისებული აქვს ირანს რაკეტების დიდი ნაწილი და მას მარაგებში აქვს 500-800 კილომეტრი ეს ახლო ნაწილი არის. აქ ამ ნაწილებზე 10,000-ობით აი რაღაც ლაპარაკი პერიოდიდან ძალიან მალე 20,000 რაკეტა იქნებოდა ირანს შეიარებაში ბალისტიკურ და ბალისტიკურთან გარდამავალი რეაქტიული რაკეტა ეს მძიმე რეაქტიული რაკეტები ზელზალის ტიპის რაკეტები რომელსაც აწარმოებენ სმერჩის რაკეტა ვაკუთ 300 მმ მსგავსი რაკეტების საუბარი და სადღაც 2000 პარდიოში ისეთი რაკეტები რომელიც მძიმე რაკეტებია და რეალური დიდი ეფექტის მოტონაში სარაკეტო კომპლექსი ერთ-ერთი სამიზნე არის ხა ის 1000 კილომეტრი 100 კილომეტრის სიტყვაზე 1200-1300 კილომეტრი მე არის 1500 კილომეტრიანი ფარისა და რადიუსი და 2000 კილომეტრი 2000 კილომეტრით შემოიფარგლებიან რაკეტებზე აქვს რაღაცა მცირე რაკეტების ცოტა უფრო შორსაც მფრინავს მაგრამ რეალურად არ ჭირდება რაკეტებზე მეტი ეხლა ამათი ჩრდილო ამერიკის კონტინენტს რომის მერე ირანი რაკეტებით ამის ჰიპოთეზია რაკეტებზე არ აქვს ნუ ირანს რაც უნდა ვთქვათ რა ისი პრეტენზიაც აქვს როგორც რეგიონალური ასე ვთქვათ ძლიერი მოთამაშე ეს იყო მისი პროქსი ძალები სირიაში, ერაყში, ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები და ასე შემდეგ სხვა რეგიონებში ეს ქსელი ამასაც სხვა ესე იგი აქ არის ჩამოწვეული და რაკეტების ნიმუშები და ყველას არ წავიკითხა, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე მოქმედები რაც არის და ოპერატიული ფაზას ხოთანახი ოპერირებადი ასოციაცია შემუშავების ეტაპზე ყოფი ოპერირებადები რომლის გამოყენებას რეალურად შეუძლიათ ამათი მარაგები ხა წერა უცვლელად დიდი ნაწილი საკმაოდ დიდი ნაწილი მაგრამ ნუ ალბათ უფრო დიდი
დაშენილი არის თავარი ახლა გამოტანას და გაშვებას, იმიტომ რომ ისრაელის ავიაცია ჯერჯერობით არ, მაგრამ დიდ ძირად ბატონობს ირანის საჰარო. პრაქტიკულად ყველა წევს უყურს. სასაკონტროლო. უშუალო ადგილებში ვარ დაფიქრებული, მაგრამ ძირითადად ნაწილი სადაც რისკებია რომ ირანელებმა გამოიტანონ სარაკეტო გამშვები და გაუშვან იმ ადგილებზე მუდმივად დაფიქრდავენ და როგორც ჩანს ეს ვიდეო იყო გუშინ ნახე გრაზე კომიტეტური შაჰ-სამის გამშვები მაქანა შაჰ-სამი გადაგქონდა და ესეთი მდგომარეობა არის შეიძლება დაიხოცო ნაწილი სპეციალისტების საჰაერო სისტემის ოთახის გაფრთხილებით ხშირად დეზერტირების ფაქტებიც დიდი იყოს შესაძლებელი სისტემები იყო შეიძლება გაუშვათ კიდეც რაღაც დაუზიანდა შეიძლება მიატოვოს და გაიქცნენ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი ერთი სიკვდილით დასაჯეს მოსადის დახმარების ბრალდებით. მოკლედ ეხლა საქმეებში სანამ ისრაელის საჰარო ძალებმა კრიტიკულად დიდ ზიანს მიაყენებს ირანის სარაკეტო ძალებს, მანამდე რაოდენობის რაკეტების გაშვებას მოასწავლა. ძალიან საინტერესო თემაა. რაკეტების მარაგი უნდა გქონდეს, მაგრამ სხვა თემაა მარაგი უნდა ხარ. სადღაც სხვა თემაა 100,000 მილიონი სარაკეტო ჯგუფი შეიძლება სადღაც საცავში გეტოს და რაღაც 1000 ჰაუბიცაც ქონდეს შეიარებაში, მაგრამ ეს ჰაუბიცაც თვითონ ხო არის ეს და ჭურები საცავია თვითონ ხო არ გამოდის, ლოგისტიკა ჭირდება მას გამართული მითუმეტე ეს ჭური მარტივი არის და ბალისტიკური რაკეტა რაღაც ამდენი ბალისტიკური რაკეტა რომელსაც ყველა გამოიტანდა ვერ მიტანიოზე საათები ჭირდება ყველა და ამასობაში რომ გაგვირდება ყველა თანამგზავრი უბრალოდ და მომენტალურად რა ვიცი მორიგეობაზე ყოფილი უცებ შემოქმედება რაღაც F-15 და გაგინადგურებს და მithumetes ეს ხელ შტატებში კი ამბობენ რომ რაღაც განმარტებული ჩართულები მანდა ძალიან გამიგებები იქ არის ბოლოს ისე აღმოჩნდეს რომ ახლა არ არის ჩართული მინიმუმ სადაზვერვო ინფორმაციის მოყოლების კუთხით ანუ მომენტალურ მოყოლებას სადაზვერვო ინფორმაციის შტატების თანამგზავრებიდან ისრაელის სხვა თანამგზავრები ყოლა და ჭირდება პროცედურულ თანამგზავრებიდან მომენტალურ ინფორმაციის მოყოლება ეგრევე ასწრიან ალბათ და საფრენი აპარატები საკმარისია ყავს ისრაელის საჰარო რომ ამ მასშტაბისთვის ყველაზე გაუკლავდნენ და თუ უფრო დიდ მასშტაბებში გადავიდა ომი ამერიკაციაც ჩაერთო. ესე იგი შაჰ-სამის ვარიანტი M1 მნიშვნელოვანი რაკეტა არის 1700 კილომეტრიანი ეს შემუშავების ეტაპზე კი აწერია, მაგრამ გარკვეული კონფიგურაციები შეიარაღებაზე ხარჯი რამდენობით არის. ესე იგი ასევე არის ფატეჰ-10 ტიპის რაკეტები 200-300 კილომეტრი წევარაზე ვსვამობდი რომ ესეთი რაკეტები არის ფატეჰ-10 ტიპის განსაკუთრებით ძალიან ბევრი აქვს და აფრიკის სხვადასხვა ხუსიტებს და ლიბანშიც იყო შეტანილი ესენი რომ ესეთები წინადრეებში ლიბანიდან არა მაგრამ დაახლოებით მსგავსი რაკეტები გაუშვეს იმიდან რა ქვია იემენიდან და რამდენიმე ძალიან უნდა ჩამოყარეს ესეთი რა ამერიკაში იყენებენ აი დიდი სარაკეტო განყოფილება გასულობა შაშაშაშოც ლიბანიდან და იემენიდან მაშინ თუ ირანის ტერიტორიიდან ეს რაკეტები ვერაფერს ვერ აკეთებს. ეხლა აქ ისეთი ჩვენ გვაინტერესებს 1500 და ზემოქმედი ხორამშაჰინის ტიპის რაკეტა, ესეც ძლიერი რაკეტა არის, დიდი ზომის რაკეტა 2000 კილომეტრიანი სერჯილის ტიპის რაკეტა უპირატესობაზე უკუპი 1300 კილომეტრიანი შაჰ-სამი თავმჯდომარე რომელიც არის დედა რაკეტა არის უმეტეს მარტივად უნდა უძახოთ რომლის სხვადასხვა კონფიგურაციები და მოდიფიკაციები არის ათეულების სხვადასხვა კონფიგურაციები შეიმუშავა ირანმა ბოლო წლებში ეს 2000-3000 კილომეტრიანი სოუმარის ტიპის რაკეტა აქაც არის და ცოტა უფრო საინტერესო სლაიდები აქვს საკითხად ყოველდღე ის რაკეტები აქვს მოყვანილი რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ისრაელის წინააღმდეგ და ეს ჰაიფაში, თელავივში, ოციუდა წინადრეებში და შაშალითიც ხდებოდა დარტყმები. ესე იგი, განსაკუთრებით ძლიერი რაკეტა, რომელიც საკმაოდ გამორჩეულად მძიმე კომბინი აქვს და არც ისევ უმარტივდება ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას მისი ჩამოგდება, ესეთი მოსახელი ხეიბარი, ეს არის 2000 კილომეტრიანი რადიუსის მქონე რაკეტა. იგივე ხორამშაჰი 4. ესე იგი 1500 კილოგრამიანი მუხტით საშუალო მოძიზე მძიმე ბალისტიკური რაკეტა არის, ახლა ზემოთ ეს ყვითელია, არის სხვილი კონუსი და ეგ არის მაგისი მუხტი. იდეაში ამ რაკეტების დაკომპლექტება უნდა შემდეგში ბირთვულ მუხტებს თუ დაამზადებდეს, თვალზე რაღაც გეიმაში ჰქონდათ 20-30 კილოტონამდე მუხტები და ამ რაკეტებზე აპირებდნენ დამოკიდებით
განმარტებას. ესე იგი, ხეიბარ შეკანი, ესე იგი, ხეიბარის კონფიგურაცია არის ეს კონკრეტული რა და განსხვავებული ვიზუალურად ხედავთ, განსხვავებული რაკეტა არის ეს კონკრეტული ხეიბარ შეკანი, მოქმედების მანძილი შედარებით უფრო ნაკლები აქვს, 1450-1500 კილომეტრამდე არის. და მის მიზნებისთვის ეს გასაწოლიანი რაკეტა არის. ხო, ეს მანძილი აბსოლუტურად ესეც ერთ-ერთი 4500 კილოგრამიანი რაკეტა არის და ტექნოლოგიური კუთხით რო გამიხილოთ, ერთ-ერთი მაღალ ტექნოლოგიური რაკეტა არის. შეტამიზნებისა და რაკეტის მართვის ახალი სისტემა უყურებია, როგორც სიტყვაზე ძველი შაჰ-აფსამის ესენი არ ქონდა რა. ესე იგი, აქეთ უკვე თვითონ შაჰ-აფსამი წერალეცოლო ძირითადი რაკეტა ისრაელის წინააღმდეგ გიგანის რაკეტო ძალებში. შაჰ-აფსამის სტანდარტული 1200 კილოგრამიანი მოხდა 2000 კილომეტრიანი კონფიგურაცია. შაჰ-აფსამი A, შაჰ-აფსამი B, C და D. ესე იგი, აქეთ ციფრად რასაც ხედავთ შაჰ-აფსამის მოქმედების რადიუსი არის, რაც ხედავთ რამდენი ტერიტორია არის აქეთ პაკისტანის ნახევარი, ავღანეთი, პაკისტანის ნახევარი, მთელი საუდის არაბეთი, ეგვიპტის ლამის. ამასობაში პაკისტანმა ჩადედა უკვე საფრთხე საზღვარი. ეგვიპტის ლამის მთლიანად თურქეთი, კავკასიაზე მაგრამ რუსეთის ლამის მთლიანი სამხრეთ ოლქი, უკრაინის ნახევარი. ანუ რაც ეხლავაგათვის მნიშვნელოვანია, ისრაელი მთლიანად. შაჰ-აფსამის ორი ირანელები როცა დიდი სარაკეტო გაშვებები ხდებოდა ხოლმე შავ-შავ ოქტომბერშიც გასულიყო და შაჰ-აფსამთან ერთად გამოიყენეს სწორედ ხეიბარები შავ-შავ და რამდენიმე დიდი ამბულანსშიც გამოიყენეს ეს მნიშვნელოვანი ახლა როცა გაზრდა რაკეტა და დააზიანა რაღაც მიზნების სწორედ ეს ხეიბარის რაკეტები იყო. აქეთ უკვე სხვა ტიპის რაკეტები, რომელსაც აქტიურად იყენებს ასევე ირანი ბოლო პერიოდში, EMAD-1 1700 კილომეტრიანი EMAD-1 არის შაჰ-აფსამის კონფიგურაცია, რომელსაც განსხვავებული კობინი აქვს, რომელიც სიტყვაზე განცალკევდება მიზანთან მისვლამდე და აქვს გაზოგენერატორები კობინზე, რომ მაქსიმალურად დაზუსტებით და კორექციის შესაძლებლობა აქვს მის გაზოგენერატორებით, რომ მაღალი სიზუსტე გვხვდეს მიზანს. ეს ფუნქცია სტანდარტულ შაჰ-აფსამს არ აქვს. ეს ფატეჰას 10 ზოლფაგერია ეს ასეთი კონკრეტული რაკეტა 700 კილომეტრიანი არის და ეს ფატეჰას 10 ელაპარაკებოდა განსაკუთრებით ზოლფაგერი მიეწოდებოდა IBM-ს ხუთიტებს და აი ზოლფაგერებს ისწავლებდნენ ისრაელის წინააღმდეგ შახშარ შემოგვიგონზე რასაც აიტი დაახერხებოდა ხო აქეთ უკვე ფატეჰი ჩვეულებრივი ფატეჰი 1 სოლეიმანი და აჩკასი დიდი ზომის რაკეტა არის, ესეც შაჰ-აფსამის ტექნოლოგიური ხაზის გაგრძელება არის 1500 კილომეტრიანი, მაგრამ აქვს 500 კილოგრამიანი კობინი, თუმცა ეს 500 კილოგრამიანი კობინი უკვე აეროდინამიკური დასაჭერით არის აღჭურვილი. ესეც განსაკუთრებული კობინიანი რაკეტა. ეხლა შემდეგი რაკეტა, რომელიც შაშა გამოიყენეს პირველად და პრაქტიკულად ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური ირანული ბალისტიკური რაკეტა არის ამ ეტაპზე, შაშა 1 ოქტომბერი ფატეჰ-1 არის შეიძლება ითქვას რითი განსხვავდება ეს? ჰიპერგერტი რაკეტა, პირველი ირანული ჰიპერგერტი რაკეტა, რომელიც ფრენისას ტრაექტორიის უმეტეს ნაწილს ჰიპერგერტის სიჩქარით ფარავს. ესე იგი, აქვს ამასაც განცალკევებადი კობინი, ხლა აქეთ რასაც ხედავთ, აი ეს მარჯვენა მხარეს კობინი არის და კობინი კიდე აღჭურვილი არის თხევად საფრთხეიანი, ეს მრგვალი ფორმისაც წინდა საქშინი რასაც აქვს თხევად საფრთხეიანი მითი აქვია დამატებითი ძრავით რა განცალკევები ატმოსფეროს ზედაპირებში განცალკევების შემდეგ ირთვება ეს ძრავი და ძალიან მაღალი სიჩქარიდან ჰიპერგერტის სიჩქარემდე აყავთ ეს დაახლოებით 1000 ზემოთ უკვე შემოდის ატმოსფეროს ქვედაფერებში და ეჯახება მიზანს. ამასაც უკანა მხარეს დასაჭერები აქვს, კორექციას ამითიც აკეთებს და მე მოსვლის ჩემი ინფორმაციით ახლა კარჩას, მაგრამ გაზოგენერატორებიც აქვს საბოლოო კორექციისთვის, მაგრამ ჰიპერგერტის სიჩქარით მოძრავი სიტყვაზე კობინი, სამზოლო ნაწილი ცოტა რთულს რთული დასაკორექტირებელი თუ ვეღარ ისწავლე ფიზიკურად რა, და ახლა დაადრესებს პრობლემებს, ზოგადად თქვა ის არის რაკეტა და კინჟალი ხო, აი კინჟალისაც ჰიპერგერტზე ძახია. სრულფასოვანი ჰიპერგერტი არც კინჟალია და არც ეს რაკეტა სუპერ
ჰიპერგერცის სრულფასოვანი, მაგრამ ტერმინალურ ფაზაში ამგვარად მიზანს დაეჯახება მოძრაობის ჰიპერგერცის სიჩქარით და ჩვეულებრივი სკადის გადაწყობა და ისამდე ჩვეულებრივი კონფიგურაცია ხო დაკონექტირება და დაზუსტება რომ მოხდეს სამიზნეს ზუსტად დაცემის ბოლო ეტაპზე სიჩქარის აგდებს კინჟალისგან განსხვავებით სიჩქარის აგდებს დაახლოებით ჰიპერგერციდან ჩამოდის 5 მახამდე სიჩქარე და მეტნაკლებად ახდენს დაზუსტებას და შეიძლება მაღალი სიზუსტე მიიღწევა. თორემ თვითონ ჰიპერგერცის სიჩქარე არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მხოლოდ ერთი რაკეტას აქვს. თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა ავითარებს ჰიპერგერცის სიჩქარის ტრაექტორიის გარკვეულ ეტაპზე. მაგრამ სრულფასოვანი ჰიპერგერცის რაკეტები არის კონცეპტუალურად არის რაკეტები, რომელსაც ფრეის ტრაექტორიის დიდ ნაწილზე შეუძლია ჰიპერგერცის სიჩქარის ყენა და ამ ჰიპერგერცის სიჩქარით შეუძლია მანევრების კეთება. ეს უკვე მათემატიკა. პატე ერთი იყო სწორედ გუში წინ რომ დაფიქსირდეს ვიდეო, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა რო შეგუდა, ნაწილს არ შეხვდა გადაჭერა, ეცაտնამდე სისტემით და ერთი ძალიან დიდი სიჩქარე დაეცა ქალაქში საცხოვრებელ რაიონში ეს რაკეტა იყო სწორედ და რაკეტა სიჩქარე წერია 13-15 მახის სიჩქარე არის, რომელიც მაქსიმალური ფრენის გარკვეულ ეტაპზე, ესეც აიწერა როგორც ლაბარაკული ტერმინალური ფაზაში ხდება ამ სიჩქარის მიღწევა 1400 კილომეტრიანი ფრენის მანძილი. ესე იგი, ქონდათ ასევე და აქვთ სავარაუდოდ ამ ეტაპზე რამდენიმე ერთეული გაკეთებული, მაგრამ აი თამაშობის ეტაპზე ფატე 2 არის უკვე ჰიპერგერცის რაკეტა, მაგრამ განსხვავებული კონფიგურაციით, წინა მხარეს აი ამ საბრძოლო ნაწილი, ამ შემთხვევაში სტანდარტული კონუსური საბრძოლო ნაწილი არის, აქ უკვე არის ჰიპერგერცის გლაიდერი, აი რუსული ცირკონი რო შევადაროთ, ეს ჰიპერგერცის გლაიდერები მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, ჩინეთში, სინესაც აწარმოებს ჩრდილო კორეაც აკეთებდა ამას. ჩინეთი, თურქეთის მუშაობაზე, რუსეთი, ჩინეთი შტატებს დიდი ხანი აქვს აკეთებული, მაგრამ ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, რომ ეს ჰიპერგერცის გლაიდერები გაიგონოთ რომ შეხედო რაღაცა საფრენდაპარაზება უყურებს რაც არის და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ადამიანის ტექნოლოგიური განვითარების ამ დონისთვის ამ ეტაპზე საუკეთესო კონფიგურაცია ჰიპერგერცის ეს გამოიყენეს თუ ჯერ არ დაფიქსირებული გამოიყენება, მაგრამ სავარაუდოდ მოკონდეთ რამდენიმე ცალი, მოკლედ ეს არის საუკეთესო კონფიგურაცია, ეს გეომეტრიული აგებულება, მანევრირებადი ჰიპერგერცის საბრძოლო მასალის გასაკეთებლად. ეს კი ისოպես ცირკონი ის დაახლოებით ამ კონფიგურაციის არის უწყვეტი. ესე იგი პატეჰორია ესე გამოიყენება 12 მეტრიანი რაკეტა არის დამიზნების სისტემა GPS INS-ი 200 კილოგრამიანი მოხდია ფილმოხდის შემცველობა 500 კილოგრამიანი თლიანი ეს ნაწილი რომელიც ტრაექტორიის ბოლოებში ცილდება დამიზნების სისტემებიც თავისი წარმოება. დამიზნების სისტემები ინერციული ბლოკები აქვს თავისი, მაგრამ რამდენად მაღალი ტექნოლოგია არის, ძირითადად ჩიმებს იყენებენ ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება მეორე ნაწილს GPS INS-ი ხო, INS ინერციული ბლოკი, ძირითადად ლაზერული გიროსკოპები არის ხოლმე ეს და ინტეგრირებულია GPS-თან. ჩვეულებრივ სამოქალაქო GPS-ებს იყენებენ ირანელები რა. სავარაუდოდ აქვთ ცდომა ჩინურ ბეიდოუზეც და შესაძლებელია ქონდეთ რუსულ გლონასზეც ცდომა ამ კონკრეტული რაკეტების, მაგრამ ამ რეგიონში რასიზმს საჩვენებს გლონასის ზოგადული საკითხი, ისევ სამოქალაქო GPS-ი ირჩივნოთ შემთხვევაში ჯობია რა. ესე იგი 1500 კილომეტრიანი რაკეტა არის აქაც 5 მახის სიჩქარე და ჰიპერგერცით 5 მახი არის ტრაექტორიის ძირითად ნაწილზე და ჰიპერგერცზე გადადის უკვე შედეგში, როდესაც ეს კონკრეტული სიგნალა და დიდი სიჩქარით შემოდის ატმოსფეროში. 4100 კილოგრამიანი რაკეტა, რომელიც დამუშავების ეტაპზე პატეჰორი და სავარაუდოდ ვიღაც მოასწრებს ირანი ამ მიმართულებით, რომ აქტიურად მაღალი რატომით დასრულდება ეს ირანში არსებული რეჟიმი და ხო მაგაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ეს გამშვებელი ხო? ესენი არის წერა მსოფლიოს ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემათან ძალიან დეტალებში აღარ მოყვანია რომ ცელი თემა არის ესეც. მოკლედ ყველამ გაიგო ეს აიროდრომი, კინის გუმბათი. კინის გუმბათი ძლიერი სისტემა არის, ძალიან ძლიერი სისტემა არის, მაგრამ ეს შეიძლება დახმარებაზე მოქმედდა ისეთი სამიზნების წინააღმდეგ, როგორც ეგრადის რაკეტა, სმერჩის რაკეტა, საარტილერიო ჭურვების გადაჭერა შეუძლია, მაგრამ აიროდრომი არ არის გათვლილი ისეთ მიზნებზე, როგორც არის შაჰაბ-სამედების
რაკეტები, ანუ ისეთი რაკეტები, რომელიც ყველაზე ატმოსფეროს მაღალ ფენებში აშენდება კოსმოსის სივრცეშიც გადიოდეს და იქიდან შემოდიოდეს შემდეგ იმაში. ნუ ეს არის კასაბის ტიპის რაკეტების უკავშირდება ხოლმე ჰერცოლა. რა შესაძლებლობაა ისრაელს თვითონ აი ამ რაკეტების ჩამოსაგდებაც? მიღებული რაკეტების ჩამოსაგდება. ისეთი აგდებენ ახლა ისრაელის ძირითადად ამ რაკეტებს. ნუ აირონ დომის შემდეგ აქვთ ასევე შეერევაში დეივიდ სლინგი აქ დავითის შუბლი ესეც დავითის შუბლი ძალიან ძლიერი სისტემა არის ბოლო წლებში მიიღეს შეერევაში შარშან გამოიცადა პირველად და იემენიდან გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა. ეს არის ისრაელის საჰარის შევიდა. ძირითადად ახლა პეტრიოტ 53-ები აქვთ, პეტრიოტ 53 აქ-3 უბრალოდ მოდიფიკაცია, რაკეტსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია, მაგრამ რაღაცა გამორჩეულად ძლიერი სისტემა არ არის ამ ტიპის რაკეტების წინააღმდეგ, რასაც ახლა ირანი იყენებს. აქ-3 მოდიფიკაციას 40 კილომეტრამდე და 60 კილომეტრამდე აქ-3 MS მოდიფიკაცია არის, მაგას ამ მანძილებზე შეუძლია ჩამოყრა. ძლიერი სისტემა არის, ახლა იგივე ისკანდერები და კინჟალები ჩამოვიდა უკრაინაში ბევრჯერ, მაგრამ ისკანდერი და კინჟალი არ არის სისტემები, რომელიც რაღაცა კოსმოსის სივრცეში გადის და იქიდან ეშვება რა. შესაბამისად, ისრაელი ამ ტიპის რაკეტების ჩამოსაყრად ახლა უმეტესად იყენებს რას ფიქსირდება და აზიანება ხო ატმოსფეროს მაღალ ფენებში Euro-3 ტიპის სისტემას. ეს არის 100 კილომეტრზე შუამანძილზე მოქმედი სისტემა, ებრაულად ივრითზე ხეცი ეწოდება, ამას ხეცის სისტემას ეძახიან. დიდი ხანი არის შექმნილია, Euro-1 იყო, Euro-2 იყო და Euro-3 არის ყველაზე დახვეწილი. Euro-3-ს თავისი კონფიგურაციები აქვს. დეტალურ განხილვაზე აღარ წავალ და ნუ პრაქტიკულად შედარებით დიდი რაოდენობით რაცა დიდი რაოდენობა არც ის აქვს, მაგრამ შედარებით მეტი რაოდენობა რაცა ხო, კომპლექსურად მუშაობენ, ძირითადად დაგვიქვა Euro-3-ზე მოკლედ რა. ასევე ისრაელში არის გაშლილი ტადის ბატარეა. აღარ მასუცება ავტომობილი მონოლოგი ბატარეა უნდა იყოს შედარებით. ეს ტადი ამერიკული მაღალ სიმაღლეებზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსია, რომელსაც გამორჩეულად შუამანძილზე ყველა რაკეტის ჩამოგდება არ შეუძლია, მაგრამ შედარებით მაღალ სიმაღლეზე პეტრიოტს ჯობია ბევრად რა. ეს Euro-3-ს ჯობია რაღაცა დონეზე, მაგრამ ტადის რაკეტები ძალიან დიდი რაოდენობით არ უნდა იყოს ერთ ბანაკში შეყვანილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნები რაც არის სიტყვაზე თელ-ავივის ისრაელის მმართველობაზე თუ მიდის, მაგ რაკეტებზე იყენებენ რა. და რეგიონში ასევე მუშაობს 4 ხმელთაშუაზღვიდან უკვე პრაქტიკულად სოფლიოში დღესდღეობით არსებული ყველაზე ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა და რაკეტები. ეს არის ამერიკული AIM-171 SM-3 სტანდარტი მისცემენ 3, ეს არის 1200 კილომეტრამდე მოქმედი. ამით დაეხმარნენ ამერიკელები. ხმელთაშუა ზღვაში დგას სხვა ხომალდები ნაწილი ახლა კიდე ემატება და მიდიან. ესე იგი ამერიკის საზღვაო ძალებში ხომალდების ნაწილი ეს განსაკუთრებით დესტროიერები და საერთოდ ნახოსნებზე არის საუბარი აღჭურვილი არის EGC სისტემით. ეს ცნობილი არდიბიურკები და ტაიქონდერუკა ფოტოგრაფიის ფულში შემოსულა და ბათუმში ტრანსპორტირებს და ტაიქონდერუკა და არდიბიურკი განსაკუთრებით კლასის ხომალდები აღჭურვილი არის EGC სისტემით. EGC არის მრავალფუნქციური გაერთიანებული სარაკეტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ძირითადად შედგება რა თქმა უნდა თავისი მართვის ცენტრიდან, მართვის ცენტრთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის რადიოლოკაციური სადგურები, რომელიც შუამანძილზე სხვადასხვა მიზნებს აფიქსირებენ და სარაკეტო ბავშვები დანადგარები. ეს სარაკეტო ბავშვები დანადგარი არის უნივერსალური, რომელიც გერმანზე აყენია და ამ დანადგარს შეუძლია ტომაჰოკის ტიპის თოსანი რაკეტების გაშვებაც და შეუძლია ასეთი ტიპის მარჯვენა საცხიდან დიდი ზომის სტანდარტ SM-3 ტიპის ანტირაკეტების გაშვებაც, რომელიც 1200 კილომეტრი სიმაღლემდე 1200 კილომეტრის დიაგონალი მოვიღოთ მანძილზე შეუძლია ჩამოვარდოს სხვადასხვა ობიექტები. ამ SM-3 რაკეტით ჩამოვარდეს სხვადასხვა ცვლების თანამედროვე კოსმოსის სივრცეში. ამერიკელებმა როგორც რაღაც სამთელო ჩამოვარდნილი იყო პირველად მოხდა თანამედროვე ჩამოვარდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით. მოკლედ აი ეს SM-3 არის გათვლილი ზუსტად იმისათვის, რომ დიდი ბირთვული ომის შემთხვევაში ჩამოვარდოს სრულფასოვანი საკონკრეტო ხელოსნო ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც ტოპოლი მაგალითად უსვინა. ამ რაკეტის შესაძლებლობა მაღალია, უდიდეს სიტყვაზე აი
რაღაცა შაჰაბის ჩამოგდება, ან ისკანდერი და ესეთი მიზნები, ესეთი რაკეტები რომ ავიღოთ მოკლედ. ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები თითქოს ამ რაკეტაზე არის დაშენებული ამ რაკეტას ეხმობა, ხომალდებზე განლაგებული არსებობს ამისი სახმელეთო გამშვები კონფიგურაციებიც, ამ გამშვებების შეტევა საკითხები ახლა 2026-27 წლებში გერმანიაში ამერიკელები და ამათ გარდა ახლა ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში შედის GPR-ის რაკეტა გადამჭერები, ოდესაც ძალიან დიდი რაკეტები, რომელიც სახმელეთო შახური ბაზირების რაკეტები არის სტაციონარული და ჩრდილოეთის ტერიტორიაზე არის განლაგებული. ძირითადად ახლა პლანეტის გარშემო ამერიკული ხომალდები დაცულობენ, მათ შეიარაღებაში ეს ესემსამობია და ეს ორი ტიპის რაკეტებიც არსებობს, ესემსამობიც არის, მაგრამ ეს ესემსამობი ყველაზე აი ეს არის ესემსამობის ოჯახის სხვადასხვა ბლოკები არის, მაგალითად ბლოკ 1A, ბლოკ 1B, ბლოკ 2A, ბლოკ 2B, სხვადასხვა კონფიგურაციები არის ჩვეულებრივი კინეტიკური კომბინებითაც არის, რომელიც პირდაპირ ეჯახება მიზანს და ისე ანადგურებს, არის ასე ვთქვათ შაყნელური, სწორედ და შაყნელური კომბინებითაც, რომელიც ყველაზე მიზანთან ჩაიფრეს და იმართლა պետք იყო საკითხებს უზარმაზიანებელი ელემენტები. აი ხა იქ გასაცხადებლად ვახით MK51 ვერტიკალური გაშვების სისტემა. ეს MK51 არის VLC ის ვერტიკალური გაშვების სისტემა, რომელიც ხომალდებზე არის, რომ ითხოვე, იწება ტომაჰოკების გაშვებაც შემოძლია თქო და ხო ახლა განსაკუთრებით ისეთი აი მაგათაც lightweight KV-ან კინეტიკური ვარიანტი, კინეტიკური საბრძოლო არის ეს კონკრეტული ავტომობილი და პირდაპირ აზიანებს მიზანს პირდაპირ დაჯახებით. აი ეს მაგათაც განსაკუთრებით ეს სამი თავი ესეც არის გაზოგენერატორებით აღჭურვილი კინეტიკური თავაკები, მაგრამ მცირე მუხტით აქვს ფეთქებადი მუხტის და დაჯახების დროს სიტუაცია ოდნავ ასტენა თუ მოხდა, ფეთქებაც ხდება ამ მუხტების. პრაქტიკულად ისე შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით პლანეტაზე ყველაზე მაგარი ტექნოლოგიური რაკეტა არის ესემსამობი. ბევრი დეტალის გათვალისწინებით. აქვე გვაქვს უკვე ისრაელის სახელმწიფოების ძირითადი საფრთხე აპარატები, რასაც ახლა ოპერაციაში იყენებენ ხო და ნახავთ ამით სულაც დაკოტოშული სულაც ხელოვნური ინტელექტს რო გააკეთებენ ეს. ასიმეტრიის სივრცე პოზიტივური რეგუდია და კერპელიზმის ადამიანები რო ხართ ხო. მოკლედ ოფიციალური ინფორმაციით არც ერთი თვითმფრინავი არ დაუკარგია ისრაელის სახელმწიფოებს ოპერაციის დაწყებიდან დღემდე. ესე იგი იყენებენ F-15-ებს, F-16-ებს ოღონდ F-15-ები და F-16-ები აქვთ აი მოდიფიკაციაში ისრაელის მოდიფიკაცია. F-16 სუპა არის მითი და F-15-ის F-15 აი მოდიფიკაცია არის ამერიკული F-15 S-Strike-ი რაც არის მაგის კონფიგურაცია, რომ გამანადგურებელი ბომბდამშენი, რომელიც კი არის გამანადგურებელი, მაგრამ ძირითადი როლი მისი მაინც უფრო სახმელეთო ბიზნესის დაბომბვა არის ზუსტი შეიარაღებით და F-15 ახლა უაღრესი ეს გამანადგურებელი ამ კონფიგურაციაში ახლა ისრაელის ხალხს ზოგადად F-15-ის სახმელეთო ობიექტების განასახიერებლად არის. ძალიან ეფექტურად იყენებენ. ხოლო ჩვენ დაფიქრდა დიდწილად ვერ აფიქსირებს ირანის არასაწინააღმდეგო თავდაცვები და ბოლოს სტილში არის. კი ვიძახით სტილში სპეციალ რეალოს სტილში დაიშვებოდეს ეგარი რომ ვერ დაფიქსირებენ გადარება და აკეთებს მაგ თავის საქმეს რა. რაღაცა უკითხო რა ინფორმაცია ისე შეფრდა რომ ვერ ჩამოვიდეს და რაღაცა ხო ისედაც ყველა ვიცით რომ სტილში ფლავი არის და ეგ უნდა გააკეთოს და არაფერი მათ გასაგული აღარ არის რა თუმცა ეს იმრადარებით რაც ირანის შეერაღებაში და რაღაცა გამორჩეულად მაღალ ტექნოლოგიური და ამ რადარების გამოხშირებას მიმდინარეობს. ხო, იქ სახმელეთო მოქმედი დივერსანტები, რომელიც მითხარით სპაიკებს ესვირავენ, სპაიკები ნადირობდნენ სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის რადარებიც ინადირებდნენ ალბათ და მოაკეთებენ თავის საქმეს. ჯერჯერობით ჯავშან საწინააღმდეგო განადგარების გამოყენება ეს სახმელეთო ბიზნესის NLOS-ებიც იყო შედარებით. NLOS-ი არის NLOS-ის უახლესი კონფიგურაცია 50 კილომეტრზე მოქმედებს. წარმოიდგინე ხა ამანზილი არის რაკეტისთვის, რომელიც დღემდე რაღაც სახსაძლებლო რაკეტების კლასში არის, მაგრამ რეალურად სხვა რაღაცა არის რა, მრავალფუნქციური რაკეტა, რომელიც პირველი რაღაცის გაერთება შეუძლია, პირველ პრომეტი რაღაცის გაერთება შეუძლია, ვიდრე ტანკის განადგურებაა სიტუაცია. თუმცა ეს 50 კილომეტრი უკვე ტაქტიკურ სივრცეს ცდება და ოპერატიულ ტაქტიკურში გადადის რა.
ეხლა რაც მინდა თქვა, თვითმფრინავები იმის გამო რომ შრომაზე დაფრინავდნენ ის არის და ხო სადღაც ზოგ შემთხვევაში ორჯერ სამჯერ არის გაზრდილი მათი რეალური საბრძოლო რადიუსები საყოველთაოდ გამართობას სისახაოს სუცეში აკეთებენ ზემოთ და არ დაფრინავენ შეიარაღების სურდაფრით ამ სრული კომპლექტაციით ეხლა რასაც უყურებდი პერტოტმეტები ბომბები ორი წელი GPU-ს ბომბები ეკიდა ხოლმე რა ჩვენ ჯეიდამების და ბუკესაც დამდგმის პრო ბომბებით რო გადაავზინონ ეხლა ეს ფინალები საწოლს ჩასხავენ იმ რაოდენობას და ფიზიკურად ვერ გაფრინებიან რა თუმცა დიდი რაოდენობა ფინალები და კონფლიქტს ისე საავიაციო პარკიდან განახლებულია და ბუნკერები ხო? ხო, ესე იგი ერთი სურათი არის ახლა კაც არის ეს რომელიც ცენტრალური შეერია თუ დასავლეთ ცოტა უფრო ზემოთ არის ფორდოუს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი რომელიც ყურში დაიბომბა ხო რომელი ბომბებით დაბომბეს ახლა არ ვიცი ალბათ აქაც GBU-24 და GBU-28 იქნებოდა თუნდები იყო ესე იგი აი ეს თეთრი რასაც ხედავთ ძირითადი ნაწილი არის აშენების პროცესში არის სავარაუდოდ ეს მე მიწით გადაიბარა თლიანად აშენების პროცესი არის არ არის ეს რაღაც ოთხი სურათი და მარჯვენა მხარეს ეს ზემოთ ითქაც რა ნიშნული ხედავ ესეც სხვა ობიექტები რომ შესასვლელები რა საკმაოდ დიდი კომპლექსი არის რამდენიმე კვადრატული კილომეტრზე გარჩეული ახლა მიწისქვეშ კიდე რა აქვს კიდე კაც ხო აქ საინტერესო დეტალი არის ზუსტად მაგ ობიექტზე რომ 20-23-ში იყო დაფიქსირდა რამ აფეთქებები და კიბერშეტევები ხო და სავარაუდო დივერსიული აქტები იყო და მიწისქვეშა განაცხადა სპეციალურად და არის გათვლილი ავიადამტკიცებისთვის. ეხლა მოძახდი ამ გამორჩულად დიცილოზე არის მეთქი ხო აი ამ ფორდოუს ბირთვული ობიექტი ეხლა ეს კონკრეტული თეთრი ფერისაც არის არ არის ძალიან ხმათ მაგრამ ეს დაქსელილია მიწისქვეშ და ძირითადი ობიექტები ამისიაც არის დაახლოებით 80-90 მეტრის სიღრმეზე არის კორდოვანი კალიბრის ქვეშ და ამ ჯარბად ზემოდან მოანგრევენ ფრიანად ჩასასვლელებს ამოუხილავენ და რაღაცა ეტაპზე ამ ჩასასვლელების სიტყვაზე და ძირითადი ნაწილი დანგრევა GBU-28-ად შეუძლიათ ახლა ამ სურათზე ხმეცია რაღაც ცნობილი GBU-28 ბუნკერ პასტერი ყველაზე ძლიერი ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბი რომლის ჩამოგდება შეუძლია ისრაელის ავიაციას ეს დაახლოებით 2 ტონას ფარგლებში არის ეს ბომბი დიდი ხედავთ ახლა ზომაში დიდი ზომის ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბი არის და მხარეს უკრაინია ზუსტი დამიზნების თავი, GPS დამიზნების კონფიგურაციაც არის და არის ლაზერული დამიზნების კონფიგურაციაც, უფრო GPS დამიზნებად იყენებენ. თვითონ აი ეს ბომბის კორპუსი გამიცნებოდა პირველი ბომბების, რომელიც წარმოება დაიწყეს ამერიკელებმა GBU-28-ის, აკეთებდნენ საარტილერიო ლულებისგან. ლულები ქონდათ ძველი შემორჩენილი, სრულკალიბრიანი ეს საზღვაო გამეხების ლულები, რომელიც ფილმის პერიოდის ჯერ საერთოდ დაწვევაში იყენებდნენ ხოლმე და ეს ლულები ახლა მაღალი სიკვდილის ფულადი იყო, გამზადებული იყო და ამ ლულებზე გადაჭრიდნენ, სულზე რაღაცა კორპუსს უკეთებდნენ და რამითი აკეთებდნენ GBU-28-ის პირველ კორპუსებს რა, დაჩქარებულად ჭირდებოდათ ეს ბომბები და ვერ ესწრებოდა კორპუსების გაკეთება, ვერ უზრუნველდება ეს არის და შემდგომში დაიწყეს უკვე განსაკუთრებით ბოლოდან და 2000-იანებისკენ უკვე სრულფასოვნად თავიდან მიდა გაკეთება GBU-28-ის. ანუ ამის დასკვნა ის არის, რომ ამერიკელების გარეშე ესეთი გამოყენება იქნება ძალიან რთული, ხო? ხო, ჯერ ბომბებს სტატები აქვს. საფრენი აპარატებიც ამერიკულია, ზეგავს მახეთ და მოდი რომ შევაჯამოთ ეს ჩვენი GBU-28-ის ჯავშან გამტარობა იდეალურ სიტუაციაში მასიური კილომეტრის შემთხვევაში 6-7 მეტრა არის ხო ძალიან დიდი. და მოპის შემთხვევაში რომელიც ეს უკვე 13 ტონიანი ზემწინი ბომბია, ამაზე მძიმე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი აღარ არსებობს, ეს უკვე არის თუ ავსტრებით 13,600 კილოგრამი არის ზუსტად 13,600 კილოგრამი ზუსტად დამიზნების თორები აქვს თავისი და რკინა-ბეტონის შემთხვევაში შეუძლია რაღაც 50-60 მეტრის ჩანგრევა რა და ნუ იქ ვერ მეთქება. აი ეგ არის თავი, ნუ იქ ჩადის და შეზღუდული სივრცეში უკეთება, ეგ არის რაც მე რეალურად აზიანებს იქ ქვემოთავსებულ ბუნკერს რა. ეხლა შევაჯამოთ პრინციპში ეგ გასვლა გავაკეთოთ, ყველანაირი რაღაც ზედმეტი პროგნოზის გარეშე
როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კიდევ საავიაციო და სარაკეტო დარტყმების გაცვლები? არ ვიცი, ესე პირდაპირ რამდენიმე კვირა დაჭირდება, რომ სიტყვაზე თუ ირანის ხელისუფლება ადამიანთა და სხვა საუბარზე აღწევდა და განზრდის ამ მარშრუტისა, რამდენიმე კვირა დაჭირდება, რომ ეს ირანული რესურსები მაქსიმალურად ისე გამოიფიტოს, რომ ბევრი აღარაფერი შეეძლოს სხვაზე ირანის შეერებულ ძალებს. ალბათ ის არის გავაზრდით მანამდე, სანამ განადგურებენ სულად იმ რაკეტების უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისრაელამდე მიღწევა შეიძლება და რა თქმა უნდა ბირთვული რეაქტორების უმეტესობა უკვე განადგურებული არის, კვლევითი ობიექტები, ის ინსტიტუტებსაც დაარტყეს, ტექნოლოგიური ინსტიტუტს უნივერსიტეტს დაარტყეს ირანში, იმ ობიექტების, რომელსაც სერიოზული რაღაცების კეთება შეუძლია ირანს და თანხმდამობი რაკეტების არეშინია ისრაელს ეს არ არის რაღაც სერიოზულის, რომ გამოხშირებენ ამ რაკეტების მარაგს, გამშვიდობს გაანადგურებენ, კოპირებს გაანადგურებენ და შემდეგში ალბათ შეჩერდებიან, მაგრამ მე მგონი მანამდე ჩაერთვება ამერიკის საჰაერო ძალები და ესწრებიან, რომ დაწყებული საქმე რეალური ინფორმაცია და სულად გაანადგურონ ირანის სამხედრო პოტენციალი და ალბათ რაღაცა ეტაპზე უკვე მოხდება რაღაცა და ალბათ შეიძლება ეს შაქის დაგვიდეს ირანში და გადაებაროს ხელმძღვანელობა ქვეყნის. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რა თქმა უნდა, პულსზე გვიდევს ხელი. დიდი მადლობა.